შიში, უხერხულობა თუ ფინანსური ფაქტორი. მიუხედავად იმისა, რომ ექიმთან მოდის და აღიარებს. რეპროდუქციული ასაკის მამაკაცს და 20%-ს აღენიშნება ერექციული დისფუნქცია. იქნებ კაცი მაგრად ჭედავს და არ მიდის ექიმთან და ეშინია, რცხვენია. თუ ამ წყვილისათვის ადეკვატური დამაკმაყოფილებელი, კარგი სექსი მნიშვნელოვანია, რასაკვირველი ორივე ჩართულობა არის ამ შემთხვევაში აუცილებელი. მართალია თუ არა რომ პრობლემები საძინებელში ხშირად გულსის დაფთა დაავადებების პირველი ნიშანია. ვა მომეწონა ძალიან მაგრად იმუშავა დღეს და მოდი ამას ყოველდღე დავვლე. შესაძლებელია მივიღოთ ეგრეთ წოდებული ოვერდოზი და ლეტალური შედეგი. არიან ადამიანები, რომლებიც დამოკიდებულები ხდებიან პორნოზე. ამ ბიჯაჭულობამ ზუსტად გამოიწვია გაუცხოება მამაკაცების ზარება მერე ქალთან ურთიერთობა. საკუთარ თავს ადანაშაულებს, იგრუზება და ანუ ყველაფერი უნდა იყოს ისე როგორც არის იმ ფილმში. მოდი ავხსნათ რა არის მამაკაცის კლიმაქსი. მამაკაცის კლიმაქსზე არავინ არასოდეს არ საუბრობდა. რა ფაქტორი გაჩნდა რის გამოც ეს პრობლემა უფრო და უფრო გაღრმავდა. უაზრო ტესტოსტერონის მიღებამ შესაძლებელია პროვოცირება გამოიწვიოს პროსტატის სიმსივნის. სერიოზული მაჩვენებელია. საქართველოში მამაკაცები კიდევ უფრო ნაკლებს ცხოვრობენ. რა ვქნათ, რა გავაკეთოთ? უფრო მეტი ყურადღება მივაქციოთ მამაკაცის ჯანმრთელობას. დაიხარჯა შეივსე წყალი მთის. გადაცემას წარმოგიდგენთ წყალი მთის.